კიდევ ერთხელ. არა, ცეცხლის მბრძანებლის ძალა სუნთქვაშია და არა კუნთებში. სხეულში სუნთქვა ენერგიად გარდაიქმნება. ენერგია სხეულის გარეთ გამოდის და ცეცხლად გარდაიქმნება. არა, პრინცო ზუკო, შენი გამარჯვება არ გააფუჭო. აი თურმე დიდი მეთაური ჯაო მარცხის დროს როგორ იქცევა. სამარცხვინოა. ჩემი გაძევებული ძმიშვილი შენზე ღირსეულია. ავატარი კიოშის კუნძულზეა? ბიძია, მარტორქები მოამზადე. ამჯერად ვეღარ გამექცევა. ჭამას არ დაასრულებ? მოგვიანებით შევჭამ. შესანიშნავია, პრინცო ზუკო. კარგად მასწავლე. დაგვნებდით. 5-2-ის წინააღმდეგ ვართ. უმცირესობაში ხართ. სიმართლეა, მაგრამ თქვენზე ძლიერები ვართ. ახლა კი ჩაიცვიქთ, ხო? ამ ნავსადგურის ყველა მაღაზიაში ვიყავი. ლოტუსის ქვა არავის აქვს. წარმოგიდგენია? სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ეს მოგზაურობა დროის კარგვა იყო. ყველაფერი პირიქითაა. ყოველთვის ვამბობ, რომ რასაც ეძებდი, იმის პოვნაზე უკეთესი. მხოლოდ იმის პოვნა, რასაც არ ეძებდი. ცუნგის რქა იყიდე? მუსიკალური მიზნებისთვის ვიყიდე. ნეტავს სასულე ინსტრუმენტებიც ვიპოვონ. ჩემი გემი. პრინცო ზუკო, ახლა უნდა გაგახარო. ამ დროის მანძილზე ლოტუსის ქვა სახელოში მქონდა. ჯუნ, არა. ბიძია. მგონი იმ ცხოველის ენა არ მოხვედრია. ჯუმად. ეს ისტორიის წიგნებში შევა, გენერალო აირო. წარმოიდგინეთ, საუკუნეების შემდეგ ხალხი ადმირალ ჯაოს სახელს გაიხსენებს, რომელმაც წყლის ერის ცივილიზაცია გაანადგურა. გაგიმართლათ, რომ აქ ხართ. სურვილებთან ფრთხილად იყავით, ადმირალო. ისტორია სუბიექტებს ყოველთვის კარგად არ იხსენებს. თურვაფეხაზე ნადირობ ძმისშვილო, დიდი ბადი დაგჭირდება, თორემ პატარა ხვრელიდანაც კი გაზრება. ახლა ბრძნული ლექციების დრო არ მაქვს, ბიძია. მაპატიე რომ თავს გაბეზრებ უბრალოდ. მას მერე რაც ჩემი ვაჟი დავკარგე. ბიძია, ამის თქმა საჭირო არ არის. შენი კეცი ჩემს ვაჟად. ვიცი, ბიძია. ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. როცა ავატარს დავიჭერ. ცეცხლით სუნთქვა არ დაგავიწყდეს, ის გადაგარჩენს. კარგი. და ქუდი დაიფარე, ყურებით ფილად გქონდეს. კარგად ვიქნები. გენერალო აირო, თქვენი ღალატი არ მაოცებს. მოღალატე არ ვარ, ჯაო. მთვარე ცეცხლის ერსაც სჭირდება. წონასწორობაზე ყველა დამოკიდებული ვართ. ამ სულს რაც უნდა გაუკეთოთ, სამაგიეროს 10 მაგად გადაგიხდით. ახლავე გაუშვით.